მარიკა არევაძეა ჩვენი სტუმარი კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. მოგესალმებით მარიკა. ჩვენ სამართლებრივ შეფასებას გელას ადვოკატთან ერთად გავივლით თქვენ შემდგომ ომარ ფურცელაძე მისი ადვოკატი იქნება ჩვენი სტუმარი. მანამდე მოდით დავიწყოთ პოლიტიკური შეფასებით. სხვა შორის ნიკამ დაწერა რომ ეს ბიჭი არის დევნილი და ყველაფერი რაც მის თავს ხდება ამ ამბის კიდევ ერთი გვირგვინია შეიძლება ითქვას რუსული რეჟიმის მხრიდან. ხარით მეტი როგორ აფასებთ გელას დაკავებას არის თუ არა ეს პოლიტიკური მორიგი დაკავება და ცდილობა რომ დააშინონ ყველა აქტიური ადამიანი. მოგესალმებით პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის მორიგი პოლიტიკური დაკავება და ეს არის რეპრესიების გაგრძელება რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება სინამდვილეში კი რუსეთის მიერ მართული და რუსული წესებით მართული ქართული ოცნება საქართველოში და ეს რეპრესიები გაგრძელდება მანამ სანამ არ მოვახდენთ ამ რეჟიმის ცვლილებას. ჩვენ ნახეთ ხედავთ უკვე წლების განმავლობაში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აქტიურად, რომ ქართული ოცნება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ პროტესტი ჩაკლას და მოახდინოს ხალხის დაშინება. ამის ფარგლებში დაკავებულია 60-მდე მოქალაქე, რომელიც უბრალოდ იცავდა საკუთარ ქვეყანას და დაკავებული არის ასევე არაერთი პოლიტიკური ლიდერი და თქვენ თავშივე აღნიშნეთ მათ შორის 4-ვე ჩვენი ლიდერი დღეს სრულიად აბსურდული ბრალით არის დაკავებული ციხეში. იმ პირობებში ჩვენ რაშიც დღეს ვიმყოფებით და რა ბრძოლაც გვაქვს და ვისთანაც გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ხო დღეს არ ვებრძვით კობახიძეს ან ვიღაცა მართულ რუსეთის მართულ პირს, არამედ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელიც რუსული წესებით გვიპირისპირდება, ხო? ამ ბრძოლაში ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. გაცნობიერებული გვაქვს ადვართ. თქვენ არ გაგიკვირდეთ აი ახლა აქედან რო გავიდე და უცებ დამაკავონ ადამიანი, რომელსაც დანაშაული კი არა, სამართალიდან გასულების დაკავება არ გვიკვირს, კი. ხო, სამართალ დარღვევაც კი წარმოუდგენელია ჩემი მხრიდან და უბრალოდ დანაშაული ჩაგვიდონ ისე როგორც უდებენ დღეს გელას და ისე როგორც ჩაუდეს ათობით მოქალაქეს, ხო? მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რა. ჩვენ ერთი რო არ გვეშინია, მეორე რომ მზად ვართ ყველანაირი ასე ვთქვათ შებრძოლებისთვის და ყველანაირი დაბკოლების გადალახვისთვის ჩვენი ქვეყნის სიყვარულით და ჩვენი ქვეყნისთვის და რაც თავარია დარწმუნებული ვარ რომ გელას ამის მოლოდინიც ჰქონდა რომ მას რაღაცა ფორმით ასე ვთქვათ დააბრალებდნენ მათ შორის დანაშაულს ან დაიჭერდნენ სრულიად უკანონოდ და მოხდებოდა ასე ვთქვათ არეშინია მას და იქნება აბსოლუტურად ბრძოლის გაწყობაზე. ერთ ნიუანსს მინდა ხაზი გაუსვა. ის რომ სამართლებრივი სივრციდან არის ოცნება გასული, ეს დიდი ხანია ჩვენ ვიცით, მაგრამ ნახეთ, როდესაც მოქალაქეებს ეუბნება თითქოს და ფარისევლურად რომ ქართულ ღირებულებებს იცავს. სინამდვილეში სრულიად გასულია ხალხო ქართული ღირებულებებისგან. ვერ მეტყვით ვერავინ რომ ქართული ღირებულებაა დედა, ექიმი ხანდაზმული მშობლები დაუპატიმრო, პატიმრობას სცადო, მათზე ზემოქმედება და ანგარიშწორებას სცადო, იმიტომ რომ რაღაცა მილიონები მოიპოვო თუ ამოიღო, რომელიც საერთოდ არ გეკუთვნის. ვერავინ ვერ მეტყვის რომ ადამიანობა და კაცობაა, რომ თავისიანები, რომელიც არაერთ თვითონვე ჩართო, არაერთ დანაშაულებრივ სქემაში და ჩაადენინა დანაშაულები, ახლა თვითონვე უსწორდება. თქვენ რა გონიათ რომ ეს ასე ვთქვათ დაკავებები ვითომ რომ ებრძვიან კორუფციასთან ბრძოლა ამათ რო კორუფციასთან ბრძოლა უნდომებოდათ ეს კორუფცია არ მოხდებოდა ხომ ფაქტი არა რეალურად ესენი ძალთა გადანაწილებას ახდენენ და ესეც იმიტომ რომ შიგნით არიან ძალიან სუსტები რატომ არიან სუსტები იმიტომ რომ ვეღარ უძლებენ საერთაშორისო წნეხს და სანქციებს და სანქციები ვისაც აქვს დადებული ისინი ებრძვიან უკვე დანარჩენებს რომლებიც ამ მეთოდებით ცდილობენ მათ გაჩერებას ასევე არიან მოქალაქე ასევე არიან ასე ვთქვათ ვეღარ უძლებენ ამ წინააღმდეგობას რომელიც ქუჩაშია და ისტორიას არ ახსოვს რომ 300 დღეზე მეტი და ამხელა უწყვეტი პროტესტი ყოფილიყოს ისტორიას არ ახსოვს რომ აღდგომას ხალხი ქუჩაში შეხვედროდეს ახალ წელს ხალხი ქუჩაში შეხვედროდეს და უწყვეტი პროტესტი გაგრძელებული იყოს ამიტომ ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის ჩემთვის თქვენთვის და რომელიმე ჩვენგანისთვის ინდივიდისთვის ან პოლიტიკური ძალისთვის კი არა ეს არის ბრძოლა არსებობისთვის ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციის
ეგზისტენციალური საკითხია. ეგზისტენციალური საკითხია ის, რომ ქართველები ვართ ევროპულ ღირებულებებზე. ჩვენი ტრადიციები არის ნამდვილად ღირებული, ლიბერალური, ასე თქვი, ჰუმანური, განსხვავებით რუსულისგან, რომელსაც ისინი ჩვენ გვიპირისპირებენ და რომელიც ამ ქვეყანაში ვერ დამკვიდრდება. ამიტომ მარიკა, ელოდებით, რომ კიდევ გაგრძელდება დაკავებები განსაკუთრებით დიდი საპროტესტო აქციის მოლოდინში, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ ნაკლებად უფრო ნაკლები ადამიანი დატოვონ აქტიური გარეთ. ანუ რაღაც მართლაც დანაშაული ჩაუდეს ეს იყო გელას შემთხვევაში, ბევრმა დაწერა ეს სოციალურ ქსელში. კი, თან გავითვალისწინებთ, რომ გელა სრულიად მოულოდნელად გაქრა უბრალოდ ადამიანი, ვერ პოულობდით, ვეძებდით ყველგან სადაც კი შეიძლებოდა, მათ შორის მე პირადად ვეძებდი, ასე ვთქვათ, საპატრულოში დაკავების იზოლა, მოკლედ ვეძებდით და წუხელის ხვაბრალს ამბობდნენ, დღესდღეაც ხვაბრალს, ანუ დაკავების მერე უბრალოდ მოუნდათ და დააკავეს და შემდგომ ცდილობდნენ, რომ შეეკერათ, შეეფუთათ საქმე, რომ თითქოს დანაშაული ჩაიდინა. ერთი მინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ ჩუმად ყოფნით არაფერი შავდება, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ვინც გარეთ ვდგავართ, საკმარისნი ვართ, თუმცა თქვენ აუცილებლად საჭირო ხართ, იმიტომ რომ თქვენთან მოვა ხვალ რეჟიმი, აუცილებლად ნუ გონიათ რომ არ შეგეხებიან, იმიტომ რომ ჩუმად ხართ, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ უბრალოდ გითხრან თქვენ, რომ იცი რა გუშინ შენ ადამიანი მოკალი და ამ დროს გასამართლებელი არაფერი კონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდე რომ დანაშაული არ ჩაგიდენია. ხა რაც შეეხება პროტესტს. რა თქმა უნდა, პროტესტის ეშინიათ, ეს არის ის დამაშინებელი, ასე ვთქვათ, ზემოქმედება მოქალაქეებზე, რომ მოახდინონ ამ პროტესტის გაჩერება. ეს პროტესტი არ გაჩერდება, ეს პროტესტი მივა გამარჯვებამდე. აუცილებლად თან მით უმეტეს წინ ეს დაანონსებული დიდი აქცია, სადაც ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, თუმცა ჩვენ მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია ახალი ვიქნებით სრული შემადგენლობით და ჩვენ როგორც ჯანსაღი და პასუხისგებლიანი პოლიტიკური ძალა გავაკეთებთ ყველაფერს, აღვესრულებთ ყველაფერს, რასაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხო, ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის გვერდით და ყოველთვის დავიცავთ იმ დემოკრატიულ ფასეულობებს და ღირებულებებს, რომლისთვისაც ეს ჩვენის ქართველი მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა თაობების განმავლობაში იბრძვის. ქალბატონ მარიკა, ივანიშვილის გეგმა რა არის? აი ბატონ სანდროსთან ერთად ჩვენ საუბრობდით, რომ დეკემბრამდე მას უნდა ყველაფრის მოსუფთავება ამ ქვეყანაში, ის ძალიან ჩქარობს, რომ მერე მისი ბნელი საქმეების არც გამშუქებელი დარჩეს ამ ქვეყანაში, არც გამპროტესტებელი, უბრალოდ წადითო, თუ არა დაგეჭერთ, ეს არის მისი გზავნილი. ყოველდღიურად ის ამას ამტკიცებს და დაგიჭერთ ისეთი შურისძიებით, თუ ეს პერსონალურად ივანიშვილის ფულს ეხება და ჩვენი ასე ვთქვათ, ფინანსური კვალი, ყურიგითი მოქალაქეების, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან არ იკვეთება, მაგრამ მისი დიდი ფულის შენარჩუნებისთვის ის პირდაპირ ძალაუფლებაში დარჩენის აუცილებლობას ხედავს. ამიტომ ეს პირდაპირ პროპორციულია იმ მოქალაქეების ამ ქვეყნიდან გაქრობით მისთვის, რომელიც მას ყოველდღიურად აკრიტიკებს და მის ამ სურვილს, რომ მუდმივად იყოს ძალაუფლებაში, ხელს უშლის. ივანიშვილის გეგმა რა არის და რამდენად მყიფეა დღეს სისტემა ამ გეგმის შენარჩუნებისთვის თქვენი აზრით? ყველა უნდა წავიდეს ამასთან დაკავშირებით გამახსენდა მე ქალების აქცია, თუ რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ჩემოდნებით ავედით ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მას უთხრით, რომ ის უნდა წასულიყო და ჩვენ დავრჩებით. ჩვენ არც წასვლას არ ვაპირებთ, საქართველოს მოქალაქეები ვიცხოვრებთ აქ და აღვაშენებთ იმ ქვეყანას, რომელიც ასე წარმატებით ანგრევენ და უნდათ რომ ბოლომდე დაანგრიონ. ივანიშვილს რა თქმა უნდა რა უნდა ის რომ მოსპოს ბოლომდე დემოკრატიული ინსტიტუტები და შემდგომ დაელაპარაკოს ცივილურ სამყაროს, რომ აი ასეთი მოცემულობით ვარ და აი ასე მიმიღე, რაც არის გამორიცხული. ივანიშვილი ვერ მიაღწევს ამას და ჩვენ ქვეყანას დავიხსნით. ოღონდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. ძალიან ახლოს არიან იმ წითელ ხაზთან, საიდანაც უკან მოსახევი გზა აღარ ექნებათ, საიდანაც ვეღარც თავის მილიონები შერჩებათ, თუ ამის იმედი აქვთ და ვეღარც ვერანაირ მოლაპარაკების იმედად ვეღარ დარჩებიან. გაუფრთხილდნენ საკუთარ თავებს. თუ ბიძინა ივანიშვილი წირავს ამ ხალხს, დაფიქრდით. აზროვნების უნარი იმედი მაქვს დაგრჩათ მონობაში გადიდკაცებულებს. დიდი მადლობა მარიკა არევაძე, კოალიციის ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი.